რესპუბლიკელი კონგრესმენი და მეგობარი აქტის ავტორი ჯო უილსონი ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი ყობახიძის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ წერილს ეხმაურება და მას უხამსობას უწოდებს. უილსონმა ყობახიძის წერილი ტრამპისთვის მოთხოვნების წაყენებად შეაფასა და ქართული ოცნება ქართველი ხალხის საწინააღმდეგო ქმედებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ოცნების პრემიერმა ამერიკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილი 13 მაისს გაუგზავნა. წერილის ავტორი გაკურვებული იყო, რომ ეგრეთ წოდებული საერთო ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხმედრის მიუხედავად ორ ქვეყანას შორის კომუნიკაცია ამ დრომდე არ შედგა. ურთიერთობის სურვილთან ერთად წერილში მითითებული იყო, რომ ბაიდენის გადაწყვეტილებების კრიტიკის მიუხედავად ტრამპი მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებდა. ოქტომბერში თავისუფლების მოყარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ ყოველდღიურად ანტიამერიკული პროპაგანდა გაავრცელა. პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო. ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა. ოპოზიცია აკრძალა. უდანაშაულო ხალხის ცემა და დააპატიმრა. პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წაყენების თავხედობა უხამსობაა.